მე სანამ წავიდოდი საქართველოდან 8 წელი მუშაობდი მწერალთა სახლში. დამჭირდა რაღაც 6-7 თვე რომ მეზობელი მომსალმებოდა. რაღაც მომენტებში გონია რომ არ არსებობ რა იმდენად ყველაფერი წაშლილია რაც იყო. სულ ვიძახი რომ არავის არ ეგონოს რომ თქვენ რო გარბევდნენ ჩვენ იქ რაღაც გვეცინა. სულ ვამბობთ ხოლმე რომ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ ეპიზოდზე, მაგრამ ყველა ემიგრანტი ლაპარაკობს პოლიტიკაზე. ყველა მიმართულების არასწორმა პოლიტიკა აიძულა ადამიანები ამ ქვეყნიდან წასულიყვნენ. სულ ეძებ ადამიანებს სინამდვილე შეიძლება იმათ ვინც უკვე ყავს და დატოვე. ანუ აქ რო ეს სიტუაცია არ ყოფილიყო, შეიძლება დღეს თავისუფლად გეცხოვრა ესტონეთში. მოდი ახლა ვიგულავებ რა გადავიდებ ფეხსა და ვიცხოვრებ მშვიდად ჩემ ქმართან ერთად. მართლა გულწრფელად მაინტერესებს რომ გონია რომ აი ქვეყანა შეუძლია ერთი ადამიანის წასვლამ ან დარჩენამ გადაწყვეტ. თვითმფრინავში ვერ ავედი, ანუ ნაყიდი ბილეთი გავაუქმე. პატრიოტიზმიც ეგ მგონია მე. რა მომცა ამ ქვეყანამ. მოცა მე მართლა რაც შემეძლო ყველაფერი მივეცი. არ არის ეს ქვეყანა გადასაგდები, უბრალოდ ჩვენ უნდა მივხედოთ. მე თუ შვილი მეყოლებოდა, მინდა რომ მე მყავდა შვილი ამ ქვეყანაში. რომ შენ შულს იმეტებ აქ საცხოვრებლად და ისევ ბრძოლისთვის. სამშობლოს წირო ქართველები მელოდებოდნენ და ტრადიციულ სულით შამპანი მინდა ხო? გაუმარჯოს. ხო. საღამომშვიდობის მოგესალმებით. გამარჯობა. ყველა სიტყვა მინდა გამოვიყენო, ჩვენი ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვინოთ. პირველ რიგში მადლობა მინდა ვთქვა, მადლობით მინდა დავიწყო ჩვენი გამოწერისთვის, მხარდაჭერისთვის, თქვენი მოწერილი წერილებისთვის და მადლობა კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა რომ რაც უფრო მეტი ვიქნებით, მეტი ძალა გვექნება, რომ ემიგრანტებისთვის იქნებ რაღაც სასიკეთო შევქმნათ. ეს კი რაღაც მე მგონი ქვეყნისთვის გაკეთებულ სიკეთეს ნიშნავს და მადლობა, არ გამოგრჩეთ რომ გვიყუროთ და რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, რადგან ჯერ ისევ დაბრუნებული ემიგრანტებს ვუტრიალებთ, დღეს კიდევ ასეთი ერთი დაბრუნებული ემიგრანტი გვინდა გაგაცნოთ. თეკლა ქველაძეა დღეს ჩვენი ამ ეპიზოდის სტუმარი. მოგესალმებით, პროფესიით კულტურის, ლიტერატურის მენეჯერი და მე მგონი მწერალთა სახლიდან ძალიან ბევრი იცნობს თეკლას. თეკლა გამარჯობა კიდე ერთხელ. გამარჯობა გოგოება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და შეგულიანებისთვის რომ მოვსულიყავ, იმიტომ რომ ჩემთვის ესეც საკმაოდ ემოციურ საკითხებზე უნდა ვისაუბრო და ალბათ არასდროს არ დადგებოდა დრო მაგაზე ხმამაღლა სასაუბროდ. მაყურებელს უთხრათ რომ თეკლა იყო ესტონეთში, ტალინში და რამდენი ხანი მოგიწია ყოფნა და რამდენხნიანი ემიგრაციის გამოცდილება გაქვთ. სხვანაირი გამოცდილება აქვთ ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს, კიდევ სხვანაირი ევროპის ემიგრანტებს. ევროპაში გააჩნია კიდე სათხარ, რამდენად სამხრეთის ქვეყანაში ხარ, რამდენად ახლოს, ძალიან ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა. როცა რაღაც ახალ გეოგრაფიულ არეალს ითვისებ. ის შეგრძნება მაგალითად ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს რაც აქვთ, რომ ეს რაღაცა უშველებელი მანძილი არის და დაყოფა რომ აი მაგალითად მაგას ხო ხშირად მომისმენია და მეც ვხდი რომ აი რაღაც შეიძლება მოხდეს და ადგები და ფეხით ჩახვალ ევროპიდან რა წამოხვალ და ივლი და მიხვალ იმ საქართველომდე, მაგრამ ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს და რაღაც ოკეანის იქეთ მყოფ ადამიანებს გონია რომ ეგ შეგრძნება არ აქვს და ეგ კიდე რაღაც სხვა შიში მგონია, მაგრამ ევროპაშიც მაინც მგონია რომ არის რაღაც სხვადასხვა ტიპის ემოციური მდგომარეობა, იმიტომ რომ რამდენად ახლოს არის ის ქვეყანა და ის კულტურა შენთან, შენ ქვეყანასთან და გონია რომ ეგ აი სულ არ ვიცი, მე არ მქონია სხვა ქვეყნის გამოცდილება და არ ვიცი მაგალითად სამხრეთის ქვეყნებში, რაღაც ესპანეთში, იტალიაში, ტემპერამენტით ჩვენთან ახლოს მყოფ ხალხთან და გარემოში როგორ ვიქნებოდი. და ხო, ესტონეთში როგორ იყავი? არის ადგილები და უბნები, რომელიც კლასიკური საბჭოთა უბნები არის, კი, რაღაც აი ტალინში არის ასეთი უბნები, ლასნამაი და მუსტამაი, რომელიც ვერაფრით ვერ მიხვდები, რომ ვარკეთილში არ ხარ და გლდანში არ ხარ. აი საძილე უბნები ალბათ ხო, რა საბჭოთა კორპუსები სტანდარტული, რომელიც როგორც საქართველოში, ისე ბალტიისპირეთში და ყველგან იყო და იქ ეს არის სხვა გაუცხოება გაქვს და არის ეს ერთობა რაღაცნაირი, რომ შეიძლება იპოვო რაღაც არქიტექტურული მსგავსება და რაღაცამ გაგრძნობინოს სახლში თავი, მაგრამ
არის ძალიან დიდი განსხვავება ადამიანებსა და რაღაც ქცევით ურთიერთობებს შორის რაღაცა მე დამჭირდა რაღაც 6-7 თვე რომ მეზობელი მომსალმებოდა. ეს არის ჩემთვის იმდენად უცნაური და გაუგებარი ფენომენი იყო, რომ რაღაც ადამიანს ესალმები, თან ესალმები თავის ენაზე, არა ინგლისურად, ან რუსულად. ვერ ხვდებიან რა უნდა მოგესალმონ. ვერ ხვდებიან რატო უნდა მოგესალმონ. ან თანამშრომელი შეიძლება ქუჩაში შეგხვდეს და არ დაგელაპარაკოს, ანუ რატო უნდა დაგელაპარაკოს. გამარჯობა. მე რამდენი გამარჯობა თქვი წერა. არა, არ გესალმებიან. პანდემიის პერიოდი იყო მე არ მომიწია პანდემიის პერიოდში ყოფნა, მაგრამ თვითონ ვეხუმრობენ ესტონელები, რომ პანდემია იყო ჩვენთვის ფანტასტიკური ერა, იმიტომ რომ არავინ გვერდზე არ გიჯდება და დისტანცია და არავინ არ გეკ. ანუ თავის სამყაროშია ჩაკეტილი. საკმაოდ ისეთი დისტანცირებულები. დისტანცირებულები, თავის ცხოვრებით ცხოვრობენ და ეგ კიდევ უფრო ართულებს ემიგრაციას. ანუ ყველაფერს რაღაცა ნუოვანი საფეხურიდან იწყებ და ისედაც საკუთარ თავთან გაუცხოვება და არ იცი ვინ ხარ რაღაც მომენტებში გონია რომ არ არსებობ რა იმდენად ყველაფერი წაშლილია რაც იყო და თან კიდევ ეს გარემო რო გიწყობს ხელს იმაში რომ არ არსებობ მართლა დგები ხშირად მე ვდგებოდი ყოველ შემთხვევაში მაგის წინაშე რომ ანუ ნამდვილად აქ ვარ და ნამდვილად ვარსებობ ნამდვილად და მაგას გარემო ძალიან გეხმარებოდა მაგაში რა. თეკლა იცი მაინტერესებს აი ყველა ისტორია ალბათ ხო ემიგრაცია მაინც ერთი საფუძველი აქვს თუ წასვლას უკავშირდება, მაგრამ ყველა ამბავი უნიკალურია, ყველა ძალიან განსხვავებულია. ცოტა თუ შეგვიძლია თქვა აი მიზეზი რატომ ეგ ხო არ იყო მარტო რომ მეუღლესთან წახვედი თუ ეგ იყო არ ვიცი აი რა პირობები რამ გაიძულა ეგ იყო არჩევანი თუ იზულებითი გადაწყვეტილება ხო მე ხუმრობით კი ვამბობ ხოლმე რომ სიყვარულმა წამიყვანა თქო დიდოდის სიაში მაგრამ ხო თავისთავად ძალიან რთული იყო ჩვენი მთელი ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობა შეყვარებულობა ცოლქმრობა იყო რაღაც ეს დისტანციურ რეჟიმში რაღაც შეყვარებულები გავხდით ორ კვირაში წავით და ხელი მოვაწერეთ ერთ კვირაში წავით აი რაღაც იწევდათ დაშორება სულ რაღაც წასვლამდე პერიოდები იყო რომ აი წელიწადში რაღაც 10-12 ფრენა რომ მქონია რომ აი სუგზაში ვიყავი მივდიოდი რაღაც ცუდად გახდა და მაგ დროს არ შემიძლია რომ არ წავიდე და უნდა გავფრინდე და ყველა ჩემს სამსახურში ყველა მიცოდა რომ აი რაღაც უცებ ვიტყოდი რომ მე 1-2 დღე უნდა წავიდე და ყოფილა შემთხვევები რომ ხუთ შაბათს გავფრენილ ვარ და შაბათს დაუბრუნებულ ვარ და ძალიან რთული იყო ეგ სირთულე დაბრუნების მერეც გაჩნდა რა ეს რაღაც სულ გაბრაზებული ხარ იმაზე რომ მარტო ხარ და მაგის გადალახვა გიწევს და თან მე მქონდა ის დილემა რომ ან ის უნდა ჩამოსულიყო ან მე უნდა წავსულიყავ რაღაცან დიდხანს ასე ვერ იქნებოდა და ჩემი წასვლის პერიოდი იყო რაღაც პანდემიის მერე ომის მერე ომი რაც დაიწყო იმდანაც არასტაბილური გარემო იყო მაშინ უკვე იმისთვის რომ ნიკა ჩამოსულიყო აქ ვერ მივიღე გადაწყვეტილება, ვერ გავრისკე, ვერ მის სასარგებლოდ მიიღე გადაწყვეტილება. ვერ ავიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ ანუ მისი დაბრუნება ყოველთვის წასვლის მომენტიდან იყო მისი საბოლოო წერტილი ის რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ ის რომ რაღაც უნდა დაგეგმილი ქონდა და დღემდე აქვს ის რომ როგორც საქართველოში დაბრუნდება რაღაც თავისი მეურნეობა უნდა გააკეთოს სოფელში უნდა ვიცხოვროთ და ასე შემდეგ და რაღაც ჩემი ეგოისტობის გამო რომ ის დაბრუნებულიყო აქ და სრულად არასტაბილურ გარემოში რაღაცა ინვესტიცია გაეკეთებინა რაღაცაში ეს ინვესტიცია ძალიან სასაცილო სიტყვა ჩვენი სოციალური ფენისთვის რაღაცა ინვესტიცია ცოტა სხვა მარჟებში აკეთებენ ალბათ მაგრამ პირადი ინვესტიციაა საკუთარი რესურსის და არა რაღაც კი ჩემთვის და საკუთარი რაღაც ცხოვრების გარისკვა ვამჯობინე მაგრამ არ იყო მარტო ეგეც რომ მაგას რაღაცები ეხმარებოდა გვერდით და კიდე იმიტომ რომ მე სანამ წავიდოდი საქართველოდან 8 წელი მუშაობდი მწერალთა სახლში და ეს იყო ბოლო წლები განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელი აი მუდმივ სტრესში რომ მუშაობ იმის გამო რომ
მუდმივად გიწევს ვიღაცებს უმტკიცო, რომ ანუ კარგ საქმეს აკეთებ და კარგად აკეთებ და გულით აკეთებ და მწერალთა სახლი იყო კულტურის სამინისტროს სიპი და ამ ხელისუფლების პერიოდში კი გაიხსნა, მაგრამ მაინც რაღაც ყველა თვლიდა, რომ იყო წინა ხელისუფლების ეს რაღაც შემოქმედება, ინსტიტუცია და წლების განმავლობაში იყო ეს ამ სივრცის მოშთობის ცდელობა მუდმივად და სივრცის იმდანაც არა იქიდან ადამიანების მოშორების, რასაც საბოლოო ჯამში მიაღწიეს და ამის წინაშე ვიდექით სულ ნებისმიერი საქმე რაც არ უნდა დაგეწყო, არ იცოდი დაამთავრებდი თუ არა. და მუდმივ რეჟიმში გიწევდა მაგის მტკიცება, რომ კეთილსინდისიერად აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და იყო ძალიან სტრესული. ხო, ჩვენს სექტორში ბევრი ისეთი რაღაც გაკეთებულა, არ მგონია რომ ვარ სუბიექტური, რაც ამ ქვეყნისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ კიდე ტელევიზიას წასვლამდე რამდენი ცოტა ხნით ადრე წამოვედი ტელევიზიიდან, იმიტომ რომ ხო, ეგ თემაც ეს არის ტელევიზიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლიდან? არა, ტელეკომპანია იმედიდან და რაღაც ის შეუძლებელი როცა ხდება იქ ყოფნა, სადაც მორალური დილემების წინაშე. მორალური დილემები, ჩარჩოები და ასე შემდეგ მე ძალიან გასაგებია შენი პირობა, ხო და რატომაც ვერც იქით გადადგინა, უბრალოდ შენი ქმრისთვის სასარგებლოდ რატო გაკეთდა არ იყო რაღაც სასურველი გარემო. არ იყო სტაბილური გარემო არც პირადად ჩემთვის, არც ოჯახისთვის და ძალიან რთულ პერიოდში მომიწია წასვლა პირველი რუსული კანონის ინიციირების დროს. და ზუსტად მახსოვს 3 მარტს მქონდა ბოლო სამუშაო დღე მწერალთა სახლში და 14 მარტს გავფრინდი. მთელი ეს პერიოდი იყო ეს პირველი დარბევები და პირველი ტალღა რაც იყო. და სადღაც 10 რიცხვში თუ 11 რიცხვში დილას გაიწვიეს კანონი. მთელი ეს პერიოდი, როცა მე უნდა მეფიქრა, რომ მივდიოდი და სად მივდიოდი და რას ვაკეთებდი საერთოდ, რუსთაველზე გავატარი აი იმ სიგიჟეში რაც ხდებოდა და მე აღარასდროს აღარ დასრულდა ეს სიგიჟე. და სულ მიწევდა შეხვედრა რა კომუნიკაცია ხთ მეგობრებთან, კოლეგებთან, რაღაც სოციუმთან, ვისთან ერთადაც გახარ და იბრძვი ამ რეჟიმში და სულ იყო ეს არ იყო რა თქმა უნდა ბოროტი ხუმრობა, მაგრამ სულ ვიღაცა რომ გეძახის, რა გენაღულება ხე შენ მიდიხარ. აუ ეგ ჩვენ ვიკითხოთ შენ მოქმედებს. ხო, ხუმრობა ხო, მაგრამ ძალიან იმდენად რთული იყო ეგ ხუმრობა ამ შემთხვევაში ხო? ხო, თან კი და ძალიან მოქმედი. ჩემი დანაშაულის დაიწყო კიდევაც მაგ პერიოდიდან ალბათ ესე მასიური წასვლა ქვეყნიდან. მაშინ უკვე ეს იყო დაწყებული და მაგ დროს კიდევ უფრო დიდი დანაშაულის გრძნობა გაქვს, რომ მაგ ტალღაში ეწერები და რაღაცნაირად გამოდის, რომ გარბი ხარ და ეგ აი რომ გაიწვიეს ეს კანონი რაღაცნაირად მოგეშვა ხო იყო რომ აი თითქოს ომიდან არ გარბი ხარ რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ მომენტში ჩაითვალა და ჩავთვალეთ, რომ ეს რაღაცა მოგებული ამბავი იყო და რაღაც თითქოს გულს დამშვიდებული, რომ აი რაღაც წავედი, მაგრამ რაღაც იქ დარბევებში არ დავტოვე და გაზის ძოლის ველიდან არ დავტოვე ჩემი მეგობრები, მაგრამ ანუ არავინ არ გაცადა ეგ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წავედი, ძალიან ცოტა ხანი იყო, ხო. წავედი და ყოველი ჩემი საქართველოში ჩამოსვლა იყო, რომ ადამიანებს ვისაც დავემშვიდობე რუსთაველზე, ხვდებოდი ისევ რუსთაველზე. ამ მთელი ეს 2 წელიწადზე მეტი რაც მე ესტონეთში გავატარე, ყველა ჩამოსვლა საქართველოში იყო ეს. რუსთაველზე შეხვედრა ისევ იმ ადამიანებთან, ვინც დავტოვე 2 წლის წინ თუ თვეების წინ იქ. და მგონია რომ ცოტა ოდნავ უკეთესი მდგომარეობა მაინც რო ყოფილიყო საქართველოში, შეიძლება და უფრო ადვილი ყოფილიყო ჩემი იქ ცხოვრება. არჩებოდი? არ ვიცი, მაგას ვერ გავიგებთ და ვერ გავიგებ ვერასდროს დავრჩებოდი თუ არა. ეს იყო დაბრუნების მთავარი ფაქტორი, აქაური სიტუაცია. ძალიან დიდი ფაქტორი იყო ეგ, იმიტომ რომ სულ ვიძახი რომ არავის არ ეგონოს, რომ თქვენ რო გარბევდნენ, ჩვენ იქ რაღაც გვეძინა. არიტირობთ ხო? ჩავიფიქრე რომ არ უნდა მეტი რა და რაღაც ძალიან ემოციური ემიგრაციაში ძალიან ემოციური გავხდი და ყველაფერზე
მოტირი ვარ და მე ძალიან ცხვენია რა ეს რაღაცა. რა სასირცხვილო რა არის? მთელი ყველა ის რაღაც ბრძოლა რაც აქ მიდიოდა ჩვენთვის მგონია რომ და ყველასთვის რა ვინც შორს იყო უფრო რთული არის საყურებლად იმიტომ რომ რაც დავუბრუნდი და მე რაც აქ შენ თვითონ ხარ პროცესში მგონია რომ უფრო მშვიდად ვარ. კი, თანამონაწილე რამე სული თუ არა ვერაფერს ვერ ცული მაგრამ ჩვენ სახლში იყო ყველა ტიპის გაჯეტი რაც კი ანათებდა ტელევიზორი, ლეპტოპები, ტელეფონები ყველგან სხვადასხვა ლაივი გადიოდა. აი ის დეკემბრის რაღაც 2 კვირა არ გძინებია. ჩამეძინებოდა და რაღაც უცებ გაგეღვიძება ესე ტანსაცმლით ის რაღაც ღამის 4 საათია ეს ისევ ეთერშია და ისევ იქ რაღაცას ცდილობ რომ რაღაც საპროტესტო მუხტი იქაც ყოფილიყო და იქაც რაღაც -10 გრადუსში ვიდექით უაზროდ ყოვლად სასწორკვეთილების საელჩოები საელჩოსთან ვერაფერს ვერ აკეთებ რა თქმა უნდა მაგრამ რაღაც მაგისი ის მაინც გაქვს რომ იქ რაღაც დგახარ რა და სულ ვამბობთ ხოლმე რომ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ ეპიზოდზე მაგრამ ყველა ემიგრანტი ლაპარაკობს პოლიტიკაზე ანუ ქვეყნის სოციალური ეკონომიკური პოლიტიკური ყველა კულტურული ყველა ნაწილი ჩანს იმიტომ რომ რაღაცნაირი პირდაპირ ეს არის ნიშანი ამ ხალხის წასვლის. არასწორმა პოლიტიკამ, ანუ არასწორმა სოციალურმა პოლიტიკამ, არასწორმა კულტურის პოლიტიკამ, არასწორმა ჯანდაცვის პოლიტიკამ, არასწორმა ყველა მიმართულების არასწორმა პოლიტიკამ აიძულა ადამიანები ამ ქვეყნიდან წასულიყვნენ. ანუ რას ნიშნავს რომ პოლიტიკა ანუ ემიგრაციაზე თუ ვაპარაკობთ რანაირად შეიძლება რომ მაგას აარიდო თავი რის ანუ იშვიათი არის ჩვენ გვაქვს ხო სტატისტიკა რამდენი ადამიანი ამ ქვეყნიდან გასული არ გვაქვს იმის სტატისტიკა რამდენია წასული სასწავლებლად სიტყვაზე ან ჩემსავით მეუღლესთან რაღაც ოჯახის გაერთიანების მიზნით ეს ხო მინიმალური მაჩვენებელი არის ანუ გამონაკლისები არიან ეს ადამიანები მიდიან ჯანდაცვის პრობლემების გამო რომ სავსე არის ევროპა საქართველოსთან წასული ჯანდაცვის მქონე პრობლემებით რომ არასდროს არ დადგა ქვეყანაში დრო იმისთვის რომ ადამიანებს კონდეთ ნორმალური ჯანდაცვა როგორც მინიმუმ და რანაირად შეიძლება რომ ემიგრაციაზე ილაპარაკო მაგის გარშე არ ვიცი იმიტომ რომ ესტონეთში ჩანდა ეს ქართული ემიგრაცია შენ თვითონ თუ იცნობდი ან როგორია ესტონეთში ქართველების ყოფნა ძალიან ბევრი ქართველია, იმიტომ რომ და ჩანს კიდეც რომ ბევრი ქართველია, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანა. 1.300.000-ია. დაახლოებით მაგდენი თბილისში ცხოვრობს მარტო. და ამის ფონზე ძალიან ჩანს ის რაღაც ქართველების რაოდენობა, ვინც არის მე მაგალითად სადაც ვცხოვრობდი ჩვენს ქუჩაზე და უბანში. ძალიან არ ქუჩაში ხშირად ვცდილობთ რომ არ გვესაუბრა ხმამაღლა ქართულად რაღაც ისეთ უხერხულ თემებზე, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას გაეკო. ქვევით ცხოვრობდა ქართული ოჯახი, ჩემს წინა კორპუსში ცხოვრობდნენ ქართველი დედაშვილი და ეს ქალი ძალიან საყვარელი ამბავი იყო, რომ სამსახურში მივიდი და ესთან მეძახდა ხოლმე რა და ისეთი რაღაცნაირად სახლში რო გრძნობ თავს მაგით ასევე ჩვენ ძალიან ახლო მეგობარი ცხოვრობდა ჩვენ ქუჩაზე ძალიან ბევრი სტუდენტები და აი ის იყო ხოლმე რაღაცნაირად ცდილობ რომ რაღაცა მე საქართველოსთან რო უყურებ მაგას ცოტა გეუხერხულება ეს რაღაცა ქართული ესენი სუფრების და რაღაცების და ქართული დღეების ორგანიზება რო არის საქართველოში საზღვარგარეთ რაღაცა უცნაური ფენომენი იყო ჩემთვის სულ და სუცდილობ რა რაღაცა კავშირის აღდგენას არ დაკარგვას ბარბარობას მეკვლეთ გადმოდი რაღაც ჩემთან ძვირფასი ხდება გაცილებით პირველად ცხოვრებაში მე ხინკალის პირველად ესტონეთში გავაკეთე და გურული ღვეზელებიც აი კალანდობა არის ახლა და გურული ღვეზელები უნდა გავაკეთე თან არის ის რომ მე გაქვს განცდა რომ ამას თამაშობ რა რაღაცა ცხოვრებას თამაშობ ამ სამეგობროებსაც ადამიანები ცდილობ რომ იპოვო რა სულ ეძებ ადამიანებს და სულ ეძებ ადამიანებს სინამდვილე შეიძლება იმათ ვინც უკვე ყავს და დატოვე რომ შეავსოს ეს შარიელი ალბათ ადამიანების არ ხდება უბრალოდ ეგრე ხო 30 წლის ასაკში არ ხდება ადამიანების ეგრე ჩანაცვლება მაგრამ სულ ცდილობ რომ ვიღაცა იპოვნო ვისაც მიამსგავსებ იმას ვინც უკვე ყავს და შორს არის და პოულობ კიდეც შეიძლება მე არასდროს ცხოვრებაში იმ ადამიანებს არ შევხვედროდი და არანაირი საერთო არ მქონოდა იმ ადამიანებთან
ესტონეთში ვარ წავსულიყავი, ვერსად ვერას დროს ვერ შევხვდებოდი მე იმ ადამიანებს. ეს ჩვენი მეგობრები როცა მოდიოდნენ ჩვენთან და რაღაც მაგით ზოგადად საქართველოში ეგეთი ცხოვრება ქონდა და მქონდა რაღაც მიყვარს როცა ადამიანები მოდიან ჩემთან და რაღაც ზეიმს ვაწყობ. მაგრამ აი ეს რაღაც ეტაპზე ხალხი რომელიც მოდიოდა ჩემთან და ძალიან მოსწონდათ ეს კედლებზე ჩამოკიდებული ლექსები და ეს რაღაც ქართული გარემო და ჩემი ჩიჩილაკები და ესენი რა ქვია ნიგუსიანი ბადრიჯნები რაღაც მომენტში ხვდებოდი რომ ისე მაღიზიანებდა ჩემ თავში აი ეს რაღაც კიჩი რომელსაც ვაწყობდი იმდენად ყალბი იყო იმიტომ რომ საქართველოში მართლა ვაწყობდი წვეულებებს და ზეიმებს და რაღაც ღონისძიებებს და ამბებს და იქ ვიგონებდი ამ ყველაფერს ანუ ტყუილი იყო რაღაცნაირად რასაც ვაკეთებდი რა იმიტომ რომ არ მინდოდა ის რასაც ვაკეთებდი და არ მინდოდა იქ ყოფნა სადაც ვიყავი იქ არ მინდოდა რომ ეკეთებინა ანუ ის ლურჯის უფრო საქართველოში მიყვარს რა ცხადია ხო და კონტექსტს ხო აი მნიშვნელობა აქვს და თქო რატო რას ვკითხულობ იცი შენ არ იყავი ისეთ თუ საქმეზე სამსახურებში თქვა როგორც აი ჩვენი ემიგრანტების დიდი უმეტესობა ფიზიკურ შრომას ეწევა ურთულეს გარემოშია ძალიან ბევრი რაღაცის ატანა დათმობა თუ გადაყლაპავდა და ისეთებიც ვიცით რომელიც აი პირდაპირ გამოქცეულან და აი შეხო ეგ არ გქონდა ამა რა ფაქტორია მაშინ თავისუფლად შემეძლო რომ ამ ყველაფრისთვის დამარქმია მოგზაურობა და რაღაც აღმოჩენა და სასწავლებლად მიდიან ადამიანები ეს პერიოდი და თავისუფლად შეიძლებოდა რომ ეგ არ თავიდანვე პირველივე წუთს არ დამერქმია მე ამისთვის ემიგრაცია და შესაბამისად პირველივე წუთიდან არ მქონოდა მიუღებლობა იმისის რაშიც ვიყავი ვერაფრით ვერ მოვახერხე ეგ არ ვიცი ანუ სულ მქონდა მაგისი ხო ალბათ დანაშაულის გზნობა იყო ის რა საიდანაც წავედი რა გარემოდანაც წავედი და რაც ხდებოდა იქ იყო დანაშაულის გზნობა რომელიც დღემდე ვერ მოვიშორე ანუ აქ რო ეს სიტუაცია არ ყოფილიყო შეიძლება დღეს თავისუფლად გეცხოვრა ესტონეთში ხო შეიძლება კი შეიძლება იმიტომ რომ იმხელა დანაშაულის გზნობა იყო რომ დღემდე მაქვს ეს 1 წელია დაახლოებით რაც ჩამოვედი დღემდე სულ მგონია რომ არასაკმარისი ვარ დღემდე მგონია რომ ამ ბრძოლას უკვე დავაკალდი უკვე ბევრი გამოვტოვე უკვე ბევრმა ადამიანმა ჩემი წილი იწუნია ამ ყველაფერში რომ ჩემთვის და ყველასთვის რაღაც ანუ აი ეს არასაკმარისობის განცდა მაქვს შეიძლება რაღაც გადაჭარბებული არის, მაგრამ მაგას ვერ გადალახავს სულ. აი, ერთი ადამიანის მნიშვნელობას ამდენად აფასებს შენ, აი, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რომ გონია, რომ აი, ქვეყანა შეუძლია ერთი ადამიანის წასვლამ ან დარჩენამ გადაწყვიტოს, ხო, რა მოხდება ქვეყანაში. სინდისის ამბავია. ან საკუთარ თავთან მართალად ყოფნის ამბავია. და სინდისი ერთი გაქვს ყველას. და ხო, ცხოვრებაც ერთი გაქვს. და ის ერთი ცხოვრება მგონია რომ სწორად უნდა იცხოვრო. მგონია რომ აი ხო ამბობე რომ ერთი ცხოვრება მაქვს რა ვქნა ხო არ შევაკლავ ამ ქვეყანას რა. მგონია რომ აი ეს ერთი ცხოვრება რომ მაქვს მაგიტომ უნდა ვიცხოვრო სწორად და მაგიტომ უნდა ვიყო მართალი და მაგიტომ მგონია რომ რაღაც ერთხელ რომ შემიძლია ვიყო ღირსეულობა ცოტა ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ ერთხელ ცხოვრობ რა. და მგონია რომ ვიცოდე რომ კიდე მექნებოდა შანსი, მოდი ახლა ვიგულავებ რა, გადავიდებ ფეხსა და ვიცხოვრებ მშვიდად ჩემთან ერთად. ხედავთ რომ აქ სულ ბარიერი ხდება, სულ რაღაცის მტკიცება გიწევს. ისევ. სულ ვიღაცა დევნის თუ წნეხში ხარ, მიუხედავთ? ეგ იყო ყველაზე უცნაური რაღაც რო ჩამოვედი რა. მოტივირებელია. შარშა რო ჩამოვედი, აი ეს რაღაც შენიღბულები რო დავდიოდით. აი ეხლა არაფერ რა შარშანდელი კიდე რატო შორს აგერ რაღაც გუშინ წინ ჩემი რაღაც მეგობარი ნაცნობი ტროტუარზე დგომის გამო ციხეში წავიდა ადამიანი 4 დღით. ანუ მაგ ყველაფერშიც კი როცა იცი რომ ეგ შეიძლება შენ იყო ან შენი ძალიან ახლობელი ადამიანი იყოს, უამრავი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, უკვე გაიარა ეგზა. აი მაქს იგიჟაშიც რაღაც რო იღვიძებ და ტელეფონს ამოწმებ, რომ შენც დაყადაღებული ხო არ ხარ შემთხვევით და უი
იქნებ დაგაყადაღეს და ეხლა ავტობუსშიც ვეღარ ახვალ, იმიტომ რომ დაგაყადაღეს. მაშინაც მაგ მომენტშიც კი გაქვს მაქვს შეგრძნება რომ უფრო მშვიდად ვარ და ეგ შეგრძნება ჩამოსulis წუთიდან რუსთაველს გავედი თუ არა ეგ ამოისუნთ. მეგონა რომ ჩიტი ვიყავი აღარ დღეს. ეგ იყო რაღაც 2 კვირით ადრე მქონდა ისეთი საშინელი პანიკური შეტევები და ისე ცუდად ვიყავი ემოციურად რომ თვითფრინავში ვერ ავედი ანუ ნაყიდი ბილეთი გავაუქმე და ვერ ავედი თვითფრინავში ისე ცუდად ვიყავი ემოციურად და ჩამოვედი და აი ამ სიგიჟეში გრძნობ რომ უკეთესად ხარ და თერაპევტს ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს ახაც ესეთი ფენომენი არსებობს რომ აი რაღაც 2 კვირის წინ ვიყავი სრულად უკონტროლო და აი ხა რომ მოვედი არ ვიცი რა ზონა გელაპარაკო იმიტომ რომ კარგად ვარ კარგად ვარ აქ ვარ და კარგად ვარ იმიტომ რომ აქ არის შენი ადგილი და ეგ არის შენი ბუნებრივი გარემო და ეგ არის ხო ჩემი ბუნებრივი გარემო აი სულ მახსოვს რაღაც პატარა მონაკვეთი იყო და ქიქოძიდან უნდა ჩამოსულიყავი მუზეუმში მეგობარი რომ მენახა რაღაც 10 წუთის დისტანციაა რა ამდენიმე დღეს ჩამოსულიყავი გაზაფხულია თბილისში რაღაც ადამიანები და ბუნება ერთიანად აი მიუხედავად ამ ყველაფრის არაში ცხოვრობთ მაინც რაღაცნაირად აყოლებულია ყველაფერი და აი ამ 10 წუთიან მონაკვეთში იმდენი ადამიანი შემხვდა ჩემთვის ძვირფასი ნაცნობი თუ მეგობარი თუ უბრალოდ კოლეგა რაღაც უბრალოდ ადამიანი რომელიც ქუჩებში სულ ხვდება ხოლმე მან ხვდები რომ იმ ადგილას და იმ ქალაქში სადაც საყვარელი ადამიანები ხვდებიან ის არის შენი სახლი უკვე ყველაფერზე უპასუხე ყველა კითხვაზე გაეცი პასუხი ანუ რა ვიცი შეხმამაღლა ჟღერს მაგრამ პატრიოტიზმიც ეგ მგონია მე სინამდვილეში როცა გიყვარს როცა პატრიოტიზმიც საკუთარი სახლიდან და არ ვისიტყვა პატრიოტიზმი ხო აი თუ უარყოფითი შეიძლება ხშირად რა მაგრამ ჯანსაღი პატრიოტიზმი სადაც რა მგონია რომ მე გეთანხმები ის როცა ენა გესმის საკუთარი როცა მეგობრებიც ყველა მაგრამ მაინც ერთი ძვირფასი ადამიანი ყავს და დატოვებული ესტონეთში და რომელიც ასევე შეიძლება იყოს სახლი და ხშირად უწოდება ხოლმე სახლს მეორე ნახევარს აი ეს პირველი წლები როცა რაღაც ადამიანები თანაც ცხოვრებას იწყებენ და უნდა იყოს ყველაზე ჯადოსნური ყველაზე რაღაცა დასამახსოვრებელი რეალურად ჯოჯოხეთად უქციე მენიკას იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდა ჩემი ყურება. რაც მისთვის იყო ძალიან რთული თავისთავად. უკვე თვითონაც ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ არ წამოვიდოდი, შეიძლება ჩვენი ურთიერთობა ვერ დაზიანებულიყო. მაგრამ თან ამ ორმა წელმა მოგცა ის სიძლიერე ურთიერთობაში და გარანტიები, რომ მე თავისუფლად შევძალი რომ წამოსულიყავ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს განშორება ვეღარ დააზიანებდა ამას. და თან სულ მექნება ალბათ ნიკასთვის ბოდიში მაგის გამო მოსახდელი რომ დავტოვე საჯარო ბოდიში ნიკას საჯარო ბოდიში შეგვეგანა არა მგონია რომ ხო იმის დაბრუნება იქნება პატიება რომ ჩემი სტრატეგია იყო ეგეთი ნიკაც ემიგრანტია და ემიგრანტის შვილია ნიკაც ემიგრანტი არის და ემიგრანტის შვილია და ის ადამიანია რა როგორებიც არიან ძალიან ბევრნი ამ ქვეყნიდან წასული გაბრაზებული ადამიანები და რეალურად ამ ქვეყნიდან ადამიანები მე არ მინდა რომ ისე ვისაუბრო რომ თითქოს ისინი ვინც დარჩნენ ემიგრაციაში ან იქ არიან ან ახლა მიდიან არ მესმის მათი ეხლა ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მეტად მესმის და კიდევ უფრო მეტად ემპათიური ვარ მათ მიმართ, იმიტომ რომ ვიცი რაზე მიდიან და რატომ რა რთულ გზას გადიან, ან რა რთულ გზას ადგებიან. მაგრამ მიდიან ადამიანები, იმიტომ რომ გაბრაზებულები მიდიან, ანუ აღარ გაძლევს ეს ქვეყანა შესაძლებლობას, რომ გიყვარდეს. აღარ გიტოვებს არც ერთ შანსს, რომ გიყვარდეს და რაღაცეები გააკეთო ამ გმისთვის, იმიტომ რომ ხო რა ნიკაც გაბრაზებული ადამიანი რომელიც ნაკლება ემპათიამ, გარემომს, ყველაფერმა აიძულა რომ წასულიყო და ეგეთი არის უამრავი მე მყავს მეგობრები, რაღაც ფანტასტიკური პროფესიონალები და ამერიკაში და ევროპაში მიღებული განათლებით, რომლებმაც ფიზიკურად ვერ მონახეს შესაძლებლობა რომ აქ თავის საქმე ეკეთებინათ. მე რომ
სანამ წავიდოდი მქონდა ჩემი საქმის კეთების შესაძლებლობა, არ ნიშნავს რომ მაგის შესაძლებლობა ყველას ქონდა. მე გამიმართლა რომ კარგ დროს, კარგ ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებოდი ხოლმე და პოულობდი გზას რომ ეკეთებინა ჩემი საქმე, მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან ბევრ ადამიანს არ მისცა ამ ქვეყანამ. მაგრამ ძალიან კარგი ამ ქვეყნის რესურსია თან, რომელიც სხვაგან იხარჯება. პოულობს ადგილს კი. და თავს იმკვიდრებს. ქვეყანა აძლევს შესაძლებლობებს. ბუნებრივია. წასulis წინა ეს ერთ-ერთი დარბევების პერიოდში მომენტი იყო, რომ მოისუნთქებ ხოლმე, ხო, აი ეგ მომენტი იყო და ერთ ძალიან კარგი გოგო მეუბნება, რომ წადიო რა, ანუ რა გატირებსო, რა წადიო, ხო მიდიხარო, წადიო, რა მოგცა ამ ქვეყანამო. და იმ მომენტში თან მჭირდებოდა, რომ ვიღაცა რაღაცა ეგეთი ეთქვა. რა მოგცა ამ ქვეყანამ და ჩავიჭირა ეს სიტყვა, რომ რა მომცა ამ ქვეყანამ. მოცა მე მართლა რაც შემეძლო ყველაფერი მივეცი და ეგ სიტყვები გავიყოლეს, რომ აი რა მომცა. მე ყველაფერი მივეცი და რა მომცა. გჭირდება რა დაიჭირა და ეგრე ფიქრობ, ანუ ეგ გჭირდება რა. დაბრუნების მერე მივხვდი, რომ ეგ დაბრუნა აი სანამ დავბრუნდებოდი, რომ უკუღმა უნდა დამესვა რა ეგ კითხვა და სინამდვილეში მე იმიტომაც დავბრუნდი, რომ მე მართლა მომცა ბევრი რაღაც ამ ქვეყანამ. ეგ ვთქვი სწორედ. მართლა მომცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარდა. და ყველაზე უცნაური რასაც ეს ქვეყანა გვაძლევს არის ის, რომ წასულ ადამიანებსაც უკეთეს გარემო ნანახ ადამიანებსაც, უკეთეს სიმშვიდე ნანახ ადამიანებსაც გაძლევს შესაძლებლობას, რომ დაბრუნდე რა. რაღაცა უცნაურ მიჯაჭვულობა არის და ეგ არის რაღაცა ყველაზე სახლის უცნაური რამ, რომ მაგის შესაძლებლობას გაძლევს. ანუ სინამდვილეში ყველა იმ რაღაც ზევიდან მოტივტივი ამბავს, რომელიც ჩვენ გვთრგუნავს თავი რა დავანებოთ. სინამდვილეში ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს, რისიც მე პირადად მადლიერი ვარ და რის გამოც ბრუნდებიან აქ ადამიანები. ზუსტად მაგიტომ შევიკარით ჩვენ ერთად, რომ მაგაზე გველაპარაკა, რომ რაღაცა უნდა ვისაუბროთ ამაზე, დაბრუნებაზეც, რაღაცა იქნებ რამე სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, იქნებ რაღაც სასარგებლო ინფორმაცია შეგვიძლია გავაზიაროთ, რომ ძალიან ცოტანი ვართ და მართლა არ არის ეს ქვეყანა გადასაგდები, უბრალოდ ჩვენ უნდა მივხედოთ და ამიტომ შეხედვართ აქ და მახსოვს თავიდან რომ ვიწყებდით, გახსოვთ რომ აი ემიგრაცია იყოს მარტო, მე აი სასწავლებლად რო წავიდა, ჯანმრთელობის გამო წავიდა, ამის გამო. არა, მაშინ დაბრუნება, კაი დაბრუნება იყოს. აი კიდე რა შიდა მიგრაციაც იყოს და მე ვთქვით, რომ მოდი იყოს მოძრაობა ყველა მიმართულებით. და ყველანაირი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რა და რატომაც ვაკეთებთ და აი ხა შენ იმდენად განსხვავებული ამბავი გაგვიზიარე, რაც აქამდე გქონია, ვინც ჩაგვიწერეთ, ვისთანაც გვისაუბრია, რაც მოუწერიათ, არც ერთს და არაფერს არ გავს. არ არის. ამაშია ხიბლი, რომ ადამიანები არიან ძალიან განსხვავებულები, ძალიან განსხვავებული გრძნობელობით რაღაცების მიმართ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ აი ამ შეგრძნების პატრიოტიზმი რატო გადავეკიდე ამ სიტყვას, მაგრამ ეს მგონია, სულ არ მგონია რაღაც. ეს არის ის, რაც ჭირდება სინამდვილეში ჩვენ ქვეყანას, რისიც ჩვენ ვიღაცებს ეშინიათ კიდეც, ხო? მაგრამ ძალიან ეშინიათ. ამ სიტყვისაც ეშინიათ. ხო, თვითონ, იმიტომ რომ ამ სიტყვას დიდი ძალა აქვს სინამდვილეში, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ეს ძალა. ძალა აქვს, მაგრამ თითქოს შეიძინა უარყოფითი დატვირთვა. გარკვეულწილად ყალბი დატვირთვა, იმიტომ რომ იყენებენ ცუდად. იყენებდნენ ეს საბჭოთა დროიდან მოდის თითქოს ეს, რომ აი რასაც თეკლა ლაპარაკობდა, რომ ეს ვითომ ქვეყანა, სადაც ყველაფერი რაღაცა ფარსია და ილუზიაა და ხაჭაპურებს ვაცხობთ, ეს არ არის ხო სინამდვილეში. სხვა რამეა ჩვენი ქვეყანა. ძალიან თუ ისე არ ჩამომართმევ, ვკითხავ რა. აი ხლა სასწორზე დევს შენი პირადი და ქვეყანა თუ ეს ძალიან პირადია და ისე თუ გინდა უპასუხოთ. მე არ მქონია არც ერთ ეტაპზე ეგ შეგრძნება, რომ სასწორზე იდო. ან მე არასდროს არ დავუყენები ვარ ნიკას მაგ ფაქტის წინაშე. მაგარია. შესაბამისად ვარ აქ მაგიტო. და ის რასაც რატომაც აქ როგორც ვარ აქ და რომ შემიძლია რომ ბოლომდე დავრჩა ჩემი ღირებულებების ერთგული, თან რთულია დაბრუნება, წასვლა რთულია, მაგრამ დაბრუნებაც არ რთულია.
1 წელი ვცდილობ საკუთარი თავის და ცხოვრების ხელახლა აშენებას და ამის ფონზე ზევიდან ჩემ თავს უმატებ კიდე უამრავ ჩარჩოს, რომ ამას არ გავაკეთებ. ამას ხელს არ ჩამოვართმევ, ამასთან არ ვიმუშავებ და აქ არ იმუშავებ და იქ არ იმუშავებ, ვის ხარჯზე გადის ეგ, ანუ მე მაძლევს ჩემი პარტნიორი იმის ფუფუნებას, რომ ღირებულებების ერთგული დავრჩა. და არჩევანი გავაკეთე. და არჩევანი გავაკეთე. პლუსთან ეს იმდენად შენი იდენტობის ნაწილია, ეს რო დაკარგო, შეიძლება შენ პარტნიორსაც აღარ მოეწონო, სხვანაირი თეკლა. ჩემი იდენტობის ნაწილია ეგ ნამდვილად კი. ჩემი და ნიკას სიყვარულიც ჩემი იდენტობის ნაწილია, ის კავშირიც და ისიც რომ მე შემიძლია ჩემი ღირებულების ერთგული დავრჩა იმ ზურგით. და ხო ჩემი იდენტობა ცოტა ესთია გადაჭარი სამშობლოსთან კავშირზე როცა ვაპარაკობ რაღაც ესეთია ცოტა უტრირებული შეიძლება იყოს, მაგრამ მე დავიბადე 26 მაისს და თელი ჩემი ცხოვრება დგას მაგაზე, რომ ჩემი შეგნებული აი ბავშვი საიდანაც იწყებს რაღაცების აღქმას და მეხსიერება უჩნდება იმ მომენტიდან რაც ვიცი არის ის რომ მე დავიბადე რომ 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რომ 26 მაისი არის მერაბ კოსტოვას დაბადების დღე და მერი არის ჩემი დაბადების დღე ცოტა სხვანაირად რომ გავეზარდე და ჩემს ალბათ შეიძლება უფრო მსუბუქი ცხოვრება მქონოდა და არ ვიცი რამდენად კარგი იქნებოდა და თუ ცუდი იქნებოდა მაგრამ მე სხვა ვიქნებოდი და მე ეს ვარ დედებმაც ისე გაგზარდეს როგორც დღეს რაზეც ვლაპარაკობ ყველაფერი არის ჩემი იდენტობის ნაწილი და იმის ნაწილი რომ მე 26 მაისს დავიბადე რადგან დედებზე ჩამოვარდა ის შენს პრეინტერვიუს დროს გახსოვთ ვისაუბრეთ რომ აი შვილი მინდა მყავდეს მაგრამ შვილიც მინდა ამ ქვეყანაში და არა ესტონეთშიო აი როგორ ახსნიდი ამ მოვლენას მიჭირს რაღაც ესე არ ვიცი მაშინაც გითხარათ ეგ რამდენად სწორია ან რამდენად არასწორია მაგრამ ჩემი შეგრძნების დონეზე ეგეთია რომ მე სულ ან ხო არიან ადამიანები რომელიც რაღაც ასაკში უდგებათ ეგ მომენტი რომ შვილი უნდათ ან არ უნდათ ან რაღაც ეტაპზე ეს მე ყოველთვის მინდოდა შვილები და ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და რაღაც არ არის ჩემთვის უცხო ამბავი ბავშვის აღზრდა და ბავშვთან ურთიერთობა. და სულ, რა თქმა უნდა, სულ მინდოდა, მაგრამ და აი ის დრო, რომელსაც ჩემ ცხოვრებაში დაკარგულ დროდ აღვიქვავ და მივიჩნევ ემიგრაციაში ყოფნის დროს. შეიძლება და თავისუფლად რომ არ ყოფილიყო დაკარგული დრო და ეგ დრო ყოფილიყო ის დრო, რომ მე მყოლოდა შვილი. და რაღაც სიტყვაზე ის კარიერაში დაკლებული დრო, რაღაც ქვეყნისთვის დაკლებული დრო, მაგაში მომეხდინა კომპენსირება. მაგრამ ყოველთვის სულ მქონდა იქ ყოფნის დროს და უამრავ მიკამათია მაგაზე ძალიან ბევრ ადამიანთან, რომ ეს არის მე თუ შვილი მეყოლება, მინდა რომ მე მყავდეს შვილი ამ ქვეყანაში. ამ გარემოში მინდა რომ იმ ღირებულებებით გაიზარდოს, რა ღირებულებითაც მე დედა ჩემო გამზარდა. ამიტომ მივაბი ეს საკითხი ერთად. ხო, მინდა რომ ამ ქვეყნის ნაწილი იყოს რა და მე რომ ხუმრობდი ხოლმე რომ რაღაც აი ძველი ადამიანები ხო აი ძახნა რომ რაღაც ორსული და მშობიარე ქალს რაღაც ერთი ფეხი რაღაც სხვაგან რაღაც ან სრული ლეგიტიმაცია მაქვს რომ ეგეთ დროს მე ვიყო ჩემ ენობრივ გარემოში რომ ჩემს შვილმა პირველი რასაც გაიგებს იყოს ქართული ენა და ქართული სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ჩემთვის და რაღაც ხო იქ რაღაც სამშობლოს წირო ქართველები მელოდებოდნენ და ტრადიციულ შამპანი არეთრო შამპანი მინდა და გაუმარჯოს ხო რაღაც სამშობლოს რო აწერენ ანუ ნაფიქრი გაქვთ ყველაფერზე და რაღაცნაირად ესე წარმოგიდგენთ. მინდა რომ პირველი რასაც მოისმენს მგონი დაბადებისას სმენა საერთოდ არ აქვს ბავშვებს მაგრამ როგორ არ აქვს ბუნებრივ ანუ ტალღების დონეზე ხო აი იმ ტალღების და ნიშნების და რაღაც საკრალური ამბების თან ერთად მინდა რომ ხო ის რასაც პირველს მოისმენს იყოს ქართული
ემოციურად ძალიან მესმის შენი ეს ყველაფერი, მაგრამ ბავშვი რო იზრდება, მე დგება ის ყველა პრობლემა, რაც შენ ჩამოთვალე საუბრის დასაწყისში, რომ ხდება ისეთ გარემოში, სადაც განათლება არ გვაქვს ნორმალური, ხდება ისეთ გარემოში, სადაც ჯანდაცვა არ გვაქვს ნორმალური და ან რაღაცნაირად გამოდის და ცუდად არ გამიგო, იმიტომ რომ მეც გავიმეტა ჩემი შვილი ამისთვის, რომ შენ შვილს იმეტებ აქ საცხოვრებლად და ისევ ბრძოლისთვის. წირავ ფაქტ მართლა ეგრე არის გეთანხმები კი, იმიტომ რომ რაღაც ეს ქვეყანა ყველაფერს იკეთესთან ერთად რაღაცნაირი უცნაური ამბივალენტური მოცემულობა გვაქვს რა ერთის მხრივ რაღაც რომ წეღარ რასაც ვიძახდი როგორ შეიძლება რომ გიყვარდეს და მეორე მხრივ როგორ შეიძლება არ გიყვარდეს იმიტომ რომ ჭამს ეს ქვეყანა ადამიანებს ბავშვებს ჭამს და მე ძალიან კარგად მესმის ადამიანს ქვეყანა არა მოდი სახელმწიფო კარგი ხო სახელმწიფოა ეგ რომელიც ჩვენ ვერასდროს ვერ ავაშენებთ და ეს ძალიან დიდი კონტრასტია მართლა იმასთან შედარებით სადაც მე ვცხოვრობდი რომ მგონია რომ ესტონეთის მერე ყველა ქვეყანაში მოგზაურობაც კი ცოტა გამირთულდება, იმიტომ რომ იმ ისეთი მასშტაბის უსაფრთხოების შეგრძნება გაქვს, რომ ან მე ყველგან თავს გწნობ დაუცველად იმის მერე, იმიტომ რომ მე რო ჩავედი მანამდე რამდენიმე წლით ადრე რაღაც ერთ-ერთ სკვერში მოკლეს გოგო და ეს იყო ისეთი ამბავი იმ ქვეყნისთვის, რომ 3 წელი ლაპარაკობდნენ, ანუ 3 გადადგა ყველა ალბათ და მთელი ამბები. უსასრულოდ ლაპარაკობდნენ ამ ამბავზე. და ჩვენთან ყოველ დღე, ყოველ წამს ვიღაცას გვახსოვს მეორე დღეს. და აღარ გვახსოვს. იმიტომ რომ ახალი ამბავი ხდება. მე მაინც არ მინდა დაგეთანხმო, კი არა, ხო რა ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ მაგ შიშით რომ საერთოდ არ ყავდეს შვილი ეგეც ნახე მე ამას აარიდო და მაშინ რა შვები ანუ აღარაჩე მაგაზე ეგ პასუხი არის მადლობა კარგი დახმარება იყო 1993 წელს დავიბადე არ უნდა დავბადებულიყავი არც ერთი ნიშნით არც ერთი ლოგიკი ანუ არც ერთი ლოგიკი 93 წელში შვილები არ უნდა გაეჩინათ მაშინ და სულ ასე იყო ეს ქვეყანა მარტო 1993 წელს და მარტო 2026 წელს არა. სულ ასე იყო ეს ქვეყანა. ევროპა ნანახი ხალხიც რომ ჩამოვა და დაბრუნდება და ჩვენ რომ კიდე გავიაზრებთ ისინი რატომ წავიდნენ და როგორ დაბრუნდნენ და მე ყველა ამას ძალას თუ გავაერთიანებთ, მგონია რომ იმ ქვეყანას ავაშენებთ, რომელსაც ვიმსახურებ. მართლა ძალიან დიდი რესურსია გარეთ. ძალიან საჭირო და კარგი ადამიანების რესურსია, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ იმად აქციონებს ქვეყანა, რადგან გვინდა რომ იქცეს და ის ევროპა და ის ღირებულებები გქონდეს სახლში. ის კარგი ჯანდაცვა მინდა აქ. ის უსაფრთხოება მინდა აქ. და მე თუ წავედი და შორიდან ველოდე, რომ აქ ეს აშენდება და უსამართლობა კი, მაგრამ დარჩენილების მათ მიმართ ვინც მაგას აკეთებს. ჩემ ეგ ის მქონდა რომ მესმის ძალიან რთული არის. მართლა როგორ უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ იცი ბავშვები იქ სანაპიროზე წარმოგიდგენა ეგეთი რამე რომ საქართველოში სანაპიროზე ბავშვები წავიდნენ მარტო. 5-6 წლის ბავშვებზე მაქვს ლაპარაკი აი ამ სიმაღლეებს. სანაპიროზე კი არა ეზოში მოდიან შლიან პლეც წამოსკუპტებიან და ტრანსპორტში ძალიან პატარები. და სულ გაქვს განცდა რომ რაღაცა უნდა ხوار გავაციო ეს ბავშვი და რაღაც და როგორ დამოუკიდებლობას ეჩვევიან ამით თავიდან არ სჭირდება იმას შენი დახმარება და არც იმის მშობელს არ უსკდება გული რომ ახლა როგორ მოვადეს რანაირად მოვადა რა მოხდება გაქვს ეგ როგორც მშობელს ძალიან დიდი დაცვა რომ შეხედო ამ ემიგრაციას უფრო დიდ სურათზე და ფართო კუთხით ხო ეს ემიგრაცია სულ იყო და ალბათ რაღაცნაირად იქნება სულ. უბრალოდ რამდენად სად ზიანდები შენ, სად არის შენი ბუნებრივი არჩევანი, ზოგი მიდის, ზოგი ბრუნდება, ზოგი არ ბრუნდება. ანუ ადამიანები არჩევანში არ უნდა შეიზღუდონ, მაინც ესე ვფიქრობ. ვიღაცისთვის ეს არის გზა. ერთ-ერთი, ვიღაცა დაჟე რჩება და კარგად არის, მაგრამ ნუ თეკლასნაირი ადამიანები ბრუნდებიან და ბევრი კიდე უნდა დაბრუნდეს, ალბათ, რომ უკეთესი ქვეყანა გქონდეს საბოლოო ჯამში, მაგრამ აი რა გგონია ის უსაფრთხო გარემო? ხო, აი ის გარანტიები რა შეიძლება იყოს, რომ აი ნაკლებად დაზარალდე ემიგრაციით.
პიროვნულ დონეზე ალბათ ბოდიში სანამ იტყვი ზურგი არის მთავარი, რომ შენი რაღაცა ზურგი გქონდეს, რომ შენ შეგიძლია რაღაც იდეალების ერთგული იყო. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ისეთი ემიგრანტები, რის გამოც მიდიან, ისეთი მიზეზების გამო მიდიან, რომ იმათ იდეალებზე ფიქრი აღარ შეუძლიათ უბრალოდ. მე რო ყოფილიყავი დედა, რომლის შვილებსაც სახლში სჭირდებათ საჭმელი, ტანსაცმელი და რაღაც ელემენტარული საჭიროებები უკაცრავად ქვეყანასთან. მეორე ამბავია, რომ მე ეს ადამიანები ძალიან უსამართლოდ სარგებლობენ იმ დედობრივი თუ მშობლის პოზიციებით, ვინც ყველაფერი გააკეთა მათთვის. ხშირად ეგეც ხდება, ხო. ბევრი თართული, ჩემთვის მაგალითად ემიგრაციაზე რადგან ვსაუბრობთ, ეგ აუცილებლად მინდა რომ მოყვე, ყველაზე ემოციური არის ხოლმე და ვცდილობ რომ არ წავიდე საბერძნეთში. კვიპროსში. ბევრი ქართველი რა. ანუ ურთულესი არის იქ თან უკვე ემიგრაციის გამოცდილებით, რომ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან ამ ქვეყანას შეწირული ადამიანები. და უყურებ და ხვდები, რომ აი რაღაც შეიძლება იყვნენ მართლა რაღაც 50 წლის ან 55 წლის და გვანან 80 წლის ადამიანებს. ძიმე შრომის. უმძიმესი შრომის. აი ეგ ესენი რამდენჯერმე როცა მომიწია ან კვიპროსში ან საბერძნეთში ყოფნა ან რაღაცა გადაჯდომა ფრენის დროს როცა თუ საბერძნეთის აეროპორტებში და ისეთ ქვეყნებში სადაც დიდი დიასპორა არის ძალიან ემოციური არის ამ ხალხის ნახვა ამ ქვეყანას შეწირული ადამიანების და ყველაზე კარგად ჩანს ეგეთ ქვეყნებში ეს ადამიანები ან თუ ვინმეს უნდა რომ ნახოს რა არის ჩვენთან ხალხშიად გონიათ რომ რაღაც კარგად ცხოვრობენ იქ რაღაცები რა ან თუ რეალურად გაინტერესებთ ნახოთ როგორ ცხოვრობენ ემიგრანტები ან თუ ქუჩაში თბილისში ჩამოსულებს ან საქართველოში დაბრუნებულებს ვერ აღიქვათ ან იქ უნდა ნახოთ იმიტომ რომ კონტრასტიც იქ უფრო დიდი არის თვითონ იქ მაცხოვრებლები ადამიანების ფონზე კიდევ უფრო მძიმედ ჩანს როგორ რა იცხოვრეს ამ ხალხმა ამ ქვეყნისთვის მაინც დავამატებ რა რომ არიან ისეთები ვისაც გამომართლათ არიან ისეთები ვინც კარგად აგრძნობენ თავს ვინც საკუთარი ოჯახი იქით წაიყვანა ანუ ბევრია ამიტომ ყველაზე ვერ ვიტყვი მაინც თორე გეთანხმები აბსოლუტურად კონკრეტულ მასზე ვიხდი მაგრამ ბევრია კი უამრავი ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ვისაც რაღაც ადამიანები რომელსაც პროფესიები აქვს ესეთი რომელიც უნდათ თავისი არჩევანი მე მყავს ასტროფიზიკოსი უახლოესი მეგობარი რომელიც ვერასდროს ვერ იმუშავებს ამ ქვეყანაში ვერასდროს იბედია ოდესმე მაგრამ უახლოეს მომავალში ვერ იმუშავებს და ხო კი მისი არჩევანი ეგეთია იმიტომ რომ ეგეთი პროფესია აქვს და რაღაც აღარბისაც საუბრობდი ადამიანი მეგობრები რომელსაც ძალიან ბევრი რაღაც მისცა მაგალითად ესტონეთმა იმათ მის იმათი დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართაც აბსოლუტურად სხვა არის საქართველოში დაბრუნების მიმართაც აბსოლუტურად სხვა არის იმათ ვერაფრით ვერ წარმოუდგენიათ რომ დაბრუნდნენ იმიტომ რომ მათი ცხოვრება აქ იყო აბსოლუტურად სხვა და იქ ძალიან ბევრი რაღაც მიიღეს მაგრამ მაინც არის რაღაც ყველა ჩემი დაკვირვებით ეგეთია რომ ყველას აქვს რაღაც ის რაც არ უნდა კარგად იყოს რაც არ უნდა კი ადაპტირებული იყოს, წარმატებული იყოს, ყავს რაღაც ლექტორები რო არიან, მასწავლებლები რო არიან, ანუ ყველა სოციალური ფენის ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში ვისაც ვიცნობ და ყველას აქვს ეგ რაღაც მაინც გაქვს ეგ ძალიან დიდი ხანი უნდა გავიდეს ალბათ, რომ ადგილობრივად იგრძნოს სადღაც თავი და ეგ უცხოობის მომენტი არ გქონდეს და ნუ ქვეყანასაც გააჩინა კიდე რამდენად მიმღებელი არის რაღაცა. თან ეს საქართველოს ან ქართველ ემიგრანტებს მელანქოლია სულ აქვთო, აი რამდენი ჯგუფში ანუ ეს მელანქოლია იწვევს ქვეყანა, შეიძლება ეგეთია საქართველოს რა. ჯადუ აქვს. ძალიან ყველგან მოყვება. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და როგორც ყველას ბოლოს აი ამას გთხოვდი რომ რაღაცა 2-3 წინადადება შენი გამოცდილებიდან სხვას რომ რაღაც დაბუტოვოთ. რჩევა ალბათ მაღალი იქნება, მაგრამ ხო, რაღაცა რომ რა შეგიძლია გააკეთო ან რა არ შეგიძლია, ან მაინც საკუთარ თავს თუ ხმას უნდა მოусვინო თუ შინაგან ხმას. გონია რომ
ყველა ადამიანი წასulis გადაწყვეტილების მიღების მომენტშივე იცის საკუთარი შესაძლებლობა, რა შეუძლია რომ გაუძლოს, რა შეუძლია რომ შეეგუოს. არის ჩემი გამოცდილებით იყო რომ მე რა შეგრძნება თქონდა ჩასვლის პირველ დღეს, ის შეგრძნება მქონდა წამოსვლის ბოლო დღემდე. და თუ ეს შეგრძნება გაქვთ რომ ხართ იქ სადაც არ უნდა იყოთ და თუ გაქვთ შეგრძნება რომ იმ ადგილას არ ხართ ის ვინც იყავით და ვინც უნდა იყოთ და თუ გაქვთ ძალიან დიდი გაუცხოება საკუთარ თავთან არ უნდა დაელოდო რომ რაღაცას შეეგუები, ვერ შეეგუები. არ მგონია რომ შეეგუები და არ უნდა გაწირო შენი თავი მაგისთვის. ერთი ჩემი მეგობარი კი ამბობს რომ ემიგრაცია არის რაღაც სახადივით რომელიც უნდა მოიხადო და როცა ამ სახადს მოიხდი მე კარგად ხარ. რაღაც უნდა გადალახო ეს რაღაც ავადმყოფობა და მე რაღაცნაირად ეგუები. უნდა იყო განწყობილი მაგისთვის რომ ეგ სახადი მოიხადო. იმიტომ რომ ყველა ავადმყოფობა ალბათ მაინც დამარცხებადია, მოხდადი და გადალახვადია თუ გინდა. და თუ ეგ შეგრძნება არ გაქვს რომ ეს გინდა რომ გააკეთო, არ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ მე ძალიან დიდი დრო და ენერგია და რესურსია ისევ საჭირო იმათ დაბრუნებისთვის ვინც იყავ. 2 წელი ყოფნის მერეც 1 წელია რაც აქ ვარ და ჯერ ისევ ვერ ავაშენე ჩემი თავი ისე როგორც მინდა რომ ვიყო. ჯერ ყველაფერი წინგა. და ხანგრძლივ პროცესში კიდევ უფრო რთულია ეგ, ამიტომ ამარა გამოგივარ. ეგ აიძულებთ საკუთარ თავს იმის გაკეთებას, რის კეთებაც არ გონიათ რომ არის სწორი. თუ რაღაც გონია. მე მგონია რომ სწორი იყო რომ დაუბრუნდი. ვიღაცისთვის არ არის სწორი დაბრუნება. აი ეს არჩევანი სისწორე, როცა აი მე მგონია რომ ზუსტად ეგ არის ღირსება, ღირსეული ცხოვრება, როცა ზუსტად ხო, როცა აღიარებ, გადაწყვეტ შენ თავთანაც მართალი ხდები და უკვე ხდები რომ ეს. თეკლა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან ბევრ ისეთ რამეს და ვილაპარაკეთ, რას ვილაპარაკეთ, ძალიან მინდოდა სინამდვილეში და რაზეც სულ წერდი და ალბათ ვერასდროს ვერ ამოვთქვავდი, რო არ შეგეგულიანებინათ, იმიტომ რომ მართლა მინდოდა ადამიანებისთვის რაღაცები მომეყოლა. და ისიც მეთქვა, რომ დაბრუნება ყოველთვის შეიძლება და ხო, არგია როცა ბრუნდები სახლში. კარგია, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ გვიყურეთ, გვისმინეთ, არ დაგავიწყდეთ რა უნდა გამოგვიწეროთ, ისევ ემიგრაციაზე ვისაუბრებთ, თქო მერწმუნეთ ის ეპიზოდიც არ იქნება არც ერთი წინას მსგავსი. მადლობთ.